შევაფასოთ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მან გადააკვალიფიცირა მუხლი, თუმცა მაინც მძიმე სასჯელი განუსაზღვრა ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორს მზია ამაღლობას. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ როდესაც ხდება სასამართლოს მხრიდან აი ასეთი თითქოს ჰუმანური გადაწყვეტილებების მიღება, ეს ერთი მხრივ თითქოს კარგია, მაგრამ რეალურად მიზანი არის, რომ გადაიფაროს უფრო მძიმე სურათი, რაც სასამართლოში ხდება. მე აქ მინდა რა თქმა უნდა მიულოცო გიორგის გათავისუფლება სასამართლო დარბაზიდან და გავუსურო მას წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში და ასევე აქედანვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყავს სხვა პატიმრები, რომლებიც ასევე დასახსნელია ციხიდან და ამითი არ დასრულებულა ეს ბრძოლა, ეს პროტესტმა გამოიღო შედეგი, ბუნებრივია და ხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ჩამოშალა ამ პროტესტმა, შიგნით აქვთ რყევები, არა მხოლოდ პროტესტმა, რა თქმა უნდა, ასევე გარედან წნეხმა, ანუ შიდა და გარეთ განვიხილოთ ქალბატონო მაია ეს რყევების ვთქვათ კონტექსტში, მათ შორის მზიას გადაწყვეტილება და რა უთხრა ამას ვუახლოვდები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია შემდგომი წინააღმდეგობის გაძლიერება, რამე თუ ჩვენ სხვა სინდისის და პოლიტიკური პატიმრები გვყავს ასევე დასახსნელი აი ამ ციხიდან და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის სწორედ ქალბატონ მზიას საქმე, როდესაც სასამართლომ გადაუკვალიფიცირა სხვა მუხლზე. ამ გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უსამართლო გადაკვალიფიცირება, მოსამართლე სრულიად გასცდა ამითი თავის უფლებამოსილებას და ეს კიდევ ერთხელ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რომ ეს თავდასხმა პოლიციაზე არ არის. ხო, აი ეს არის, ანუ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა მტკიცება და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ ჩვენი სისხლის სამართლის პროცესი შეჯიბრებითობაზეა აწყობილი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეები, დაცვის მხარე, ბრალდების მხარე დაობდნენ სწორედ იმაზე, რომ ეს იყო თავდასხმა პოლიციელზე და ასე შემდეგ. ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არ ყოფილა თავდასხმა და ისე რომ მხარეებს არ მიეცათ შეცვლილი მუხლთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, სამართლებრივი შეფასება და ეს შეჯიბრებითობის პრინციპის გამოყენება, მოსამართლემ აი ისე გადააკვალიფიცირა და ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყოფილა არა თავდასხმა, არამედ წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელზე იმისათვის, რომ ხელი შეეშალა მისი საქმიანობისათვის, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის და რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება იქედანაც დასტურდება, რომ მოსამართლემ სრულიად ასე ვთქვათ და თვითონ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა შორს ვარ იქედან, რომ ეს მოსამართლემ მიიღო, უბრალოდ ეხლა რადგანაც სასამართლოს სახელით ხორციელდება, იმიტომ ვამბობ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აქ მოსამართლეს რა თქმა უნდა შეეძლო გამოეყენებინა უფრო მსუბუქი ნორმა, რომელიც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, თვითონ ვერ გამოიყენებდა სამართალდარღვევათა კოდექსს, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ კონსტიტუციურ პრინციპზე, თუ კი არ დასტურდება ბრალეულობა პირის, მაშინ ის საქმე უნდა შეწყდეს ამ პირის მიმართ. საინტერესოა რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო და მათ შორის უზენაესი სასამართლო, ჩვენ აი რატო ვახსენებთ უზენაეს სასამართლოს, სწორედ მსგავსი პრაქტიკები მოიყვანა არგუმენტად დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი იყო პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტმა ეს კიდევ უფრო მძიმე და ეს ამაზე თქვა უზენაესმა სასამართლომ, რომ ეს არ არის თავდასხმა პოლიციაზე, არ არის ეს ერთ-ერთი მაგალითია და საინტერესოა ეს საქმე რა ტიპის როგორ იქნება განხილული მათ შორის მესამე ინსტანციაში, თქვენ როგორ ელოდებით ამ პროცესების განვითარებას, ვიცით რომ საქმე არის ნაწილობრივ უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა მაინც აი შიდა დონეზე ელოდებით თუ არა კომპრომისს, ვიცით რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალსახად ამ საქმეზე იქნება პოლიტიკური.
სააპელაციო სასამართლო და უზენაეს სასამართლო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რთულია, ამაზე ხლა წინასწარ გამოცნობა, მაგრამ წესით პრაქტიკას თუ კი გაითვალისწინებდა უზენაესის გადაწყვეტილებას აქამდე, მაშინ პირველ ინსტანციის სასამართლოსაც, ანუ ბათუმის სასამართლოსაც საერთოდ უნდა დაედგინა, რომ ქალბატონ ზიას ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლებრივად დაჟადი ქმედების შემადგენლობა, დიახ, და ის უნდა განთავისუფლებულიყო. ეს არის სწორედ კონსტიტუციური პრინციპი, რომ თუ კი არ დასტურდება მტკიცებულებებით პირის ბრალეულობა, მაშინ საკითხი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ და არა ბრალდების სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ თითქოს უფრო მსუბუქ ნორმაზე გადაიყვანა, მაგრამ სასჯელის ნაწილში მას არ გამოუვლენია ეს სიმსუბუქისადმი დამოკიდებულება, იმიტომ რომ შეეძლო რომ მაშინ ჯარიმა გამოეყენებინა, რომელიც იმ მოხსახლავს სანქციის სახით. გამომტყუნებელი განაჩენი იქნებოდა. უნდა რომ ნამდვილად ვთქვათ რაღაცა გამოეჩინა ჰუმანურობა ამ საქმესთან დაკავშირებით და მართლაც, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არის შეკერილი, ანუ ეს იყო დადგმული განაჩენიც, რამე თუ საერთოდ არ შეიძლებოდა გადაკვალიფიცირება, ანუ გადაკვალიფიცირების მიუხედავად მზია მაღლობელი არის უკანონო პატიმარი, იმიტომ რომ ის უკანონოდ ზის ციხეში მას არ ჩაუდენია, აქ მთავარი ის კი არ არის, მან სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, მას არ ჩაუდენია საერთოდ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, ამიტომ მის მიმართ რა თქმა უნდა გამოსულიყო გამამართლებელი განაჩენი და არა ის რომ ის რაღაცა გადააკვალიფიცირა მისთვის მისაღებ ნორმაზე რეჟიმმა. აი რას ცდილობს ახლა რეჟიმი, მათ შორის სასამართლოების გამოყენებით, ახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში გიორგი ახობაძე, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაპატიმრებული და ელოდებოდა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. თქვენ როგორ უყურებთ ამ შემთხვევაში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებას, მის რაღაც პროფესიულმა სინდისმა უკარნახა თუ პოლიტიკური, აი როგორ უყურებთ თქვენ ამ საქმეს, ვიცით რომ მაგალითად თქვენი კოალიციის წევრის საბას ხვიტარაძის შემთხვევაში მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება, საბას ზედავებოდნენ თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას, ხო? საბას შემთხვევაშიც რა თქმა უნდა მას არ ჰქონდა არა აქვს სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება ჩადენილი და იქაც უნდა შემწყდარიყო მის მიმართ საქმე. ანუ ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვულოცავ გიორგიზა ძალიან კარგია, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა, მაგრამ აქ ერთ თუ კი სასამართლო შეფასებაზე გადავალთ და რეჟიმის შეფასებაზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ გიორგის ჩაუდეს ნარკოტიკი და აი ამ ჩადების მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით. არა, ჩადებას ვერ იტყვის, იმიტომ რომ თუ კი იტყვის ჩადებას, ეს იმას გულისხმობს, რომ ყველა ის პირი, რომელმაც ამ ჩადების საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლი უნდა დაიწყოს პროკურატურამ საქმის გამოძიება, თუმცა ახლაც არსებობს ამის ყველა საფუძველი, იმიტომ რომ პროკურატურა ასაბუთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც პირიდან და თუ კი ნარკოტიკი ამოიღეს და აღმოჩნდა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები ამ საქმეზე არ არის, რომ დასტურდება მათი გაგებით, თორე ეს ჩადებული იყო ეს ნარკოტიკი და ბუნებრივია ვერ დადასტურდებოდა ვერანაირად, მაგრამ ის პოლიციელები, რომლებიც ამას ადასტურებდნენ და ამბობდნენ და ცრომოწმებად გამოვიდნენ, ეს ხო უნდა ამაზე რეაგირება სამართლებრივი ხო უნდა მოხდეს, რომ საიდან ჰქონდათ ეს ნარკოტიკი, საიდან მოიტანეთ, რომელზეც არ არის გიორგი ახობაძე ერთადერთი არ არის, ვიცით დაახლოებით 6 პირია. ეხლა არის კიდე 5 პირი და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, 5 პირია, რომელთა მიმართ მოხდა აი ასეთი გაუგონარი უკანონობა, რომ მათ ჩაუდეს ნარკოტიკები და ეს შეიძლება ითქვას, რომ იდენტური საქმეებია. დიახ, იდენტური საქმეებია, ზოგიერთ საქმეში რაც მომისმენია ერთ-ერთში მეორდება სწორედ ის გარემოებები, რაცაც გიორგი ამბობდა დიახ პროცესებზე, ამიტომ ეს მათ
ჩვენი ბრძოლა აი ამ ხალხის გამოსახსნელად ციხიდან უკანონო პატიმრობიდან რა თქმა უნდა არ დასრულებულა ჩვენ ვთვლით რომ უნდა მივიჩნევთ რომ ჩვენ მე ვგულისხმობ კოალიცია ცვლილებისთვის და იმ 8 პარტიას სადაც ჩვენ გაერთიანებული ვართ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები რომ აუცილებელია კვლავ გავაგრძელოთ წინააღმდეგობის მოძრაობა აუცილებელია შეურიგებლობა რეჟიმთან თანმიმდევრულობა და აუცილებელია რომ ჩვენ მოვუწოდოთ და მივიღოთ შესაბამისი ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებით და შიდა სამოქალაქო ძალებთან და პარტიულ ძალებთან მიმართებით რომ ეს წინააღმდეგობა გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად რომ რეჟიმმა საბოლოოდ ჩამოიშალოს რა თქმა უნდა რყევები დაწყებულია აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ კარგია რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მომისმენია გასულ დღეებში რომ აი რაღაცა შიდა ბუნდს ხომ არ აქვს ადგილი განსაკუთრებით აი ამ სანქციების ფონზე როდესაც სანქცირდებიან მოსამართლეები რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება განაჩენით არ აქვთ გამოტანილი აი ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ რამე გითხრათ რა თქმა უნდა ეს არ გამოირიცხება არ გამოირიცხება რომ მოსამართლეს არ მოსწონდეს ასეთი უკანონო გადაწყვეტილების მიღება ადამიანს რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი ემუქრებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და 100 არის სხვა დანარჩენები ხო სხვა პირები მე მინდა რომ მათაც ისინიც გავამხნევოთ აქედან რომ ჩვენ არ დავთმობთ მათ თავისუფლებას და ყველა ღონეს მივიღებთ რომ ისინი ასევე გამოვიდნენ გარეთ და იყვნენ თავისუფალი ჩვენ მოსამართლეებით ვინც ასე ვთქვათ ფიქრობს საკუთარ იმიჯზე სამოსამართლეო უფლებამოსილების გაგრძელებაზე არ გამოირიცხება რა თქმა უნდა რომ მათ არ მოსწონთ როდესაც დაკვეთას იღებენ რომ აი ჩადებული აქვს ხედავს რომ ჩადებული აქვს იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება რომ თან ქონდათ ამ პირებს და უნდა გამოიტანოს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ამდენი წლიდან უვადო ხო ბუნებრივია მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რამ გამოიწვია თუნდაც ამ შიდა რყევები თუნდაც მოსამართლეთა რყევა თუნდაც რეჟიმის რყევა ეს გამოიწვია იმ პროტესტმა იმ რომელიც მუდმივად მიმდინარეობს გამოიწვია საერთაშორისო წნეხმა რომელიც გარედან ხდება და გამოიწვია პოლიტიკური პროდასავლური პოლიტიკური პარტიების თანმიმდევრულმა და პრინციპულმა მოქმედებამ რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ანუ ჩვენ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან, ქართული ოცნების რუსულ რეჟიმთან. და ბოლოს გითხავთ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თქვენ როგორც იურისმა და ყოფილ მოსამართლემ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიცით რომ იყო ფსიქიატრის შესული დაწესებულებაში ციხეში და შეამოწმა ნინო დათაშვილი აი ამ საქმეში რეჟიმმა რა აჩვენა არის დემონსტრირება სურდა მას და ფაქტია რომ აი მიიღო ამ გადაწყვეტილების შემდეგ მკაცრი კრიტიკა არა მარტო ვთქვათ იურისტების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის სპეციალისტების მხრიდანაც რომ ეს არის უკანონო რომ არ შეიძლება ირღვევა ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო ამით რეჟიმმა რისი დემონსტრირება სურდა მას რეჟიმს ბუნებრივია ერთადერთი რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს ეს არის დააშინოს ყველა ის პირი რომელიც მათი პოლიტიკის წინააღმდეგ ხმას იღებს ეწინააღმდეგება და მათი მიზანი ეს იყო მაგრამ აქ მთავარი არის საიდან მოაქვთ ეს მეთოდები რატომ მანდა მაინც ახლა და რატო გადაწყვიტა რეჟიმმა ამ მეთოდების გამოყენება სწორედ ჩვენ რო ვეუბნებით ქართულ ოცნებას რომ თქვენ ხართ რუსული ქართული ოცნება ამაზე თითქოს გვეწინააღმდეგებიან და აი რითი დასტურდება აი ასეთი ფაქტები დასტურდება სადაც იყენებენ რუსულ მეთოდებს, როდესაც მათი ოპონენტების მიმართ, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორიც არის ქალბატონი ნინო, იყენებს აი ამ რუსულ მეთოდს და აი მაგალითად ეს სრულიად ამაზრზენი ფაქტი, რომ ადამიანი უნდათ რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე წარმოუჩინოს საზოგადოებას და მას გაუნადგუროს იმიჯი აქტივისტი პედაგოგის დისკრედიტაცია იმ ადამიანის, რომელიც აქტიურად არის ჩართული
ამაზე ჩვენ ნახეთ არ განმეორდები, ფსიქიატრებმა უამრავი საუბრეს, რამდენად უკანონო და უსაფუძვლო იყო ეს გადაწყვეტილება, რამდენად არ შეესაბამება თანამედროვე ფსიქიატრიის მოთხოვნებს და ყველაზე ცუდი არის ის, რომ პროკურატურა, რომელიც უნდა იცავდეს, კი მართალია ეს სახელმწიფო ბრალდებას ან ხორციელებს, მაგრამ უნდა იცავდეს ასევე სამართლებრივ ნორმებს და ადამიანის უფლებებს, პროკურატურამ გააკეთა ფორმა 100-ში ჩაწერილი სიტყვების манипуლირება და აი ეს სიტყვები, რომელსაც არანაირი ჩვენ ნახეთ, რომ აი ეს ლაბილობა საერთოდ არ წარმოადგენს ხო დაავადებას როგორც ასეთი და არის თანხლების სიმპტომი. დიაგნოზი რო იყოს, მაშინ არსებობს ნომენკლატურა, სადაც გათვალისწინებულია ეს დიაგნოზის ასე ვთქვათ კოდები და მას საერთოდ კოდიც არა აქვს ჩვეულებრივად და დღეს მოვისმინე სანამ თქვენთან შემოვიდოდი ქალბატონი ნინო ამბობდა რომ შემდეგი შემოწმების დროს ეს არც კი აღნიშნა უკვე ექიმმა არამედ თუ წლები რო გავიდა ეს ლაბილობა აღარც ჰქონდა იმიტომ რომ ის იყო თანამდები სიმპტომი იმისი რაც ჰქონდა მას ხო ამიტომ ეს არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება როდესაც პოლიტიკური ოპონენტის იმ პირების აქტივისტების მიმართ რომლებიც მათთვის არის მიუღებელი იყენებს სწორედ დაუშვებელ მეთოდებს მათი დისკრედიტაციისათვის და ასე მოქმედებს რეჟიმები ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი გამოვლინება აი რაც ნინოს მიმართ ხდება დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის პირდაპირ ეთერში უსმენთ კოალიციას სრულებისთვის წევრს მაია კოპალეიშვილს